უშისაღამოს ბიოგრაფი ლივინგმა ოპერების 2 წლის თავის აღსანიშნავად რუსთაველის თეატრში მასშტაბური ღონისძიება გამართა. დეველოპერულმა კომპანიამ მიღწეული შედეგების შეჯამებასთან ერთად საზოგადოებას 5 ახალი პროექტი წარუდგინა, რომლებიც დედაქალაქის როგორც ცენტრალურ, ასევე ისტორიულ უბნებში 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეებს სახლიდან უმოკლეს მანძილზე ექნება ძვლომა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაზე, პროდუქტზე, სერვისზე, მომსახურებაზე. მოკლედ, უფრო ცლად და დეტალურად ბიოგრაფი ლივინგის ახალი პროექტებისა და კომპანიის 2 წლიანი ისტორიის შესახებ გიყვებით ლიკა მეგუთნიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან. მოზაიკა, ლიბრეტო, დაიარა, ბარე, გარდანი. ეს ის 5 მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ამიერიდან თბილისის ურბანულ რუკაზე მოინიშნება და ძველი ქალაქის ახალ ისტორიას გააგრძელებს. ხელწერა ნაცნობია, ეტიმოლოგიიდან დაწყებული, დეველოპერული ხედვით დასრულებული. ამ ყველაფრის მიღმა კი ვინ? თუ არა ბიოგრაფი ლივინგი დგას. კომპანიამ არც სიმბოლიზმს უღალატა. 2 წლის წინ რუსთაველის თეატრიდან დაიწყო მათი ისტორიის წერა და ახლაც ამ კედლებიდან გვაუწყეს 5 ახალი პროექტის დაბადება. 200 მილიონი დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულებითა და იმ ფილოსოფიით, რომელიც 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციით უმოკლეს რადიუსში ყველა საჭირო ობიექტს აერთიანებს. მიზნობრიობის დიდარი პალიტრით. ყველა პროექტი არის გაშლილი ქალაქის სხვადასხვა უბნებში და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არის საკმაოდ განსხვავებული. გვაქვს შედარებით უფრო ბუტიკური ტიპის პატარა პროექტები ქალაქის ველურ უბნებში და ასევე გვაქვს თაუერის ტიპის ახალი პროექტები საბურთალოზე, ორთაჭალაში და სხვადასხვა უბნებში. ვჯერა რომ როგორც პირველი 4 პროექტი მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და მოხმარებელმა, ასეთივე დიდი გამოხმაურება მოყვება ჩვენ ახალ 5 პროექტს. ბიოგრაფი ლივინგს 5 ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის გაცნობის კვალდაკვალ არც 4 მიმდინარე პროექტი დავიწყებია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ თუ ისტორიულ უბნებში საცხოვრებელთან ერთად კომერციულ და საოფისე ფართებს აერთიანებს. 2 წლიანი ისტორიის შეჯამებამ საფუძვლიანად მოიცვა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე საკენის ბიოგრაფია. წერეთელზე მდებარე მატიანისაც, მუშტაიდის პარკის წინ შანტანის მრავალფუნქციური კომპლექსიც მიმოიხილეს და ქეთევან დედოფლის გამზირზე ისნის შესახებაც გვიამბეს. ასეთია 2 წლიანი ისტორიის მონაგარი პროექტები გაყიდვების 70%-იანი მაჩვენებლით. ბიოგრაფის დაფუძნების პირველი დღიდან ვართ მათი პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები. პირველი პროექტი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე განხორციელდა, მგონია რომ არის ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი და გამორჩეული შენობა, როგორც თავისი იერსახით ისე ფუნქციონალურობით და მგონია რომ ამ კომპანიამ ახალი სიტყვა თქვა თვითონ უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე საქართველოში. სრულად და ერთმნიშვნელოვნად 21 საუკუნის ადამიანზე მორგებულ მრავალფუნქციურ კომპლექსებს ბიოგრაფი ლივინგის ბრენდის ქვეშ საერთო იდენტობა დახვება. პრემიუმ სეგმენტის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის, ასევე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, მშენებლობაში ეკომეგობრული სტანდარტები და რაღა თქმა უნდა, თანამედროვე არქიტექტურა, ჭკვიანი ტექნოლოგიების კორელაციით. კომპანიის მესვეურები ამბობენ იმასაც, რომ თითოეული პროექტი არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ ცოცხალი ჩქეფარე ეკოსისტემა, ახალი და მრავალფეროვანი ურთიერთობების დაბადების წერტილი. როდესაც ჩვენ გამოვედით ბაზარზე და ვთქვით, რომ შექმნით მართლაც გამორჩეულ ხარისხიან პროდუქტს, ქართულმა მოხმარებელმა ეს დააფასა და ეს აისახება, რა თქმა უნდა, იმ ციფრებში, გაყიდვებში და სტატისტიკებში, რაც 2 წლის განმავლობაში ბიოგრაფი ლივინგმა უკვე აჩვენა. ბიოგრაფი ლივინგის ისტორიის ათვლა მართალია 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა ასაკი რასალაპარაკოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სრული სვლა წინ, კიდევ უფრო განვითარებისკენ არც ერთ ეტაპზე შენელებულა. პირიქით, ამბიციები მიღწეულზე გაცილებით დიდ მასშტაბს ფარავს. სრულად ახალ თავზე ხელმოწერას ქალაქის ურბანულ ბიოგრაფიაში.